პირდაპირ ტრანსლაციისთვის მზადება იწყებაო 100 მომწევს. ხო, გავედით უკვე მე მგონი. გამარჯობა მეგობრებო. აგვიდასტურეთ თუ ლაივში ვართ უკვე. ნახოთ გამოგვეხმაურებიან იმედია. და შევუდგეთ ნელ-ნელა. ჩვენ ფრიად საინტერესო ჩართვას, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ფულის ფსიქოლოგიას ეხება. გთხოვთ რომ დაწეროთ კომენტარის სახით როგორ ხედავთ, როგორ გესმით ჩვენი ხმა. ხო, თუ ისმის კარგად ჩვენი ხმა, კომენტარებში თუ შეიძლება. ჩვენ ადრე დავიწყეთ, ცოტა რამდენიმე წუთი, პრინციპში ვარ რამდენიმე წუთი რომ ვიერთდებიან. აგერ ისმისო. სანამ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გადავალთ, რომელიც ფულის ფსიქოლოგიას ეხება და ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგია და ის ტექნიკები და ცოდნა, რაც ფსიქოლოგიაში არის, გამოვიყენოთ ჩვენი ფინანსების გაუმჯობესებისთვის, ანამდე მინდა რომ გთხოვოთ დაპლიუსდეს ის ადამიანი, ვინც თავის შემოსავლებით ამ ეტაპზე კმაყოფილია, თუ ესეთები ხართ, ძალიან გამიხარდება. ვინც არ არის ამ ეტაპზე თავის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი, დაწერეთ მინუს ნიშანი. და ასე რაღაცა ნახავთ რა სიტუაცია გვაქვს მსმენელებს შორის. ვახტანგ, შენ როგორ ხარ? კმაყოფილი ხარ შენი შემოსავლებით? კი, გადასარევად. მაგრამ ისურვებდი უკეთეს ალბათ. მეც პრინციპში თუ მინუსსა და პლუს შორის არჩევანი გაკეთება, მიწევს ალბათ უფრო პლუს დავწერდი, განსაკუთრებით COVID ვითარებაში. ჩემი შემოსავლები გაუმჯობესდა. ალბათ იმიტომ რომ უფრო მეტად მოვიცალე ფსიქოლოგიისთვის და აი სწორედ ის რის სწავლებასაც ჩვენთან ერთად ვაპირებ, აი ეს ტექნიკები პირველ რიგში ჩემ თავზე დავტესტე და ჩემ თავზე გამოვიყენე და მას შემდეგ რაც გაამართლა, მე უფრო გავთამამდი და აი გადავწყვიტე რომ შენთან ერთად ტრენინგ მოდულის სახე მივცე ამას. მე ამ პანდემიამ პრინციპში რისი გაკეთებაც მინდოდა გაიყენია პროცესების ავტომატიზაციის და მთლიანად ონლაინში გასვლის ვაპირებდი ამას 1-2 წელიწადში და ორებამ აი სპანეირად გადაწყვიტა. კი ბატონო, უმეტესობა მინუსია. როგორც კითხვა ასეთი იყო, რომ თუ თქვენი ფინანსებით კმაყოფილი ხართ, დაწერეთ პლუს ნიშანი, თუ თქვენი შემოსავლით არ ხართ კმაყოფილი, დაწერეთ მინუს ნიშანი. ჯერჯერობით ერთი პლუსი გვაქვს მხოლოდ და დანარჩენი არის მინუსები. რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება ის, რაზეც დღეს ვისაუბრებ და შემდეგ მთელ 8 შეხვედრას დავუთმობთ მათთვის, ვინც ამ ტრენინგში ჩაერთვეთ. ვახტანგის ხმა შედარებით დაბალიაო, ასეთი რაღაცა მოგწერს. ან იმიტომ რომ საერთოდ მისავათებული ხმად პრინციპში. ამასე არ ვითხოთ. პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ უკვე საუბარი. ეცილი, ამ დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, ასე ვთქვათ, რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს უფულობას, ხო? კი ბატონო. შეიძლება უფულობას შევხედოთ როგორც დაუგეგმავ შედეგს. და დავფიქრეთ, ესე ვთქვათ, რა უნარებს ვიყენებ იმისთვის, რომ შევიქმნა ესეთი დაუგეგმავი შედეგი. ანუ როგორ ვქმნი უფულობას და როგორ ვინარჩუნებ უფულობას. რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვნად მონაწილეობს ჩვენი აზროვნების მთელი ორკესტრი. კი ბატონო. არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო. თითოეულ ჩვენგანს აქვს რესურსი, კონდეს ის ცხოვრება, განსაკუთრებით ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრება, რომელიც უნდა.
თემა არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენმა ფსიქიკამ არ იცის ზუსტად ეს როგორ გააკეთოს, ან მეორე ვარიანტი არის ის, რომ ჩვენში არის რაღაც შემზღუდავი ფაქტორები, რომელიც ხელს გვიშლის ამაში. და ფსიქოლოგია სწორედ აქ შეიძლება შემოვიტანოთ და შემოვიტანოთ იმაში, რომ პირველ რიგში გავარკვიოთ, რა არის ჩემი ის სტრატეგია, ის ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელზეც შეიძლება ჩემი ფინანსური ცხოვრება ავაგო. და მეორე, რა მიშლის ხელს, რომ ამ ფინანსურმა სტრატეგიამ იმუშაოს და იმუშაოს ოპტიმალურად. და რომ დღესაც მუშაობს ეს სტრატეგია თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი ზოგმა დაწერა, რომ შემოსავლით არ არის კმაყოფილი, ანუ ისე ხარისხიანად ვერ მუშაობს როგორც გვინდა, იმიტომ რომ იქ არის ხარვეზები, იქ არის რაღაცა, რასაც უნდა გასალაშინება და სუფთავება. და ბევრმა დაგვიკომენტარა, რომ მას აქვს საკმარისი ფინანსური შემოსავალი, მაგრამ ისურვებდა კიდევ უფრო მეც. ანუ ისურვებდა, რომ ის სტრატეგია, რამაც ეს ფინანსური შემოსავალი დღეს მოუტანა, კიდევ უფრო განვითარდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს და კიდევ უფრო მეტი რესურსი მისცეს. ალეგორიულად რო ვთქვა, წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ მიწა. ჩვენი მიზანი არის ახლა თქვენ გასწავლოთ, როგორ შეიძლება ამ მიწის, ამ ნიადაგის შესწავლა, რომ ამის საფუძველზე განსაზღვრო, რა შეიძლება იქ დარგო, რა შეიძლება იქ მოიყვანო. რომელთა შემდეგ ფულს იშოვნი, ხო? შეიძლება ვენახი მოიყვანო, უტრირებულად რო ვთქვათ, სიმინდი მოიყვანო, ლიმონი მოიყვანო, რა ვიცი, ახლა ნუშის ბიზნესია თურმე ძალიან პოპულარული ჩვენთან. ეს ერთი, ჩვენ ვიკვლევთ თქვენს ფსიქიკას, ვიკვლევთ იმ ნიადაგს, რაც აქ არის და გაძლევთ კონკრეტულ რეკომენდაციას თუ როგორ შეიძლება ამ ნიადაგზე კარგი მისთვის ადეკვატური ენერგი დაირგოს. ეს ერთი, მეორე, უმეტესობა თქვენთაგანს უკვე აქვს დარგული ეს ენერგი და უკვე რაღაც ნაყოფი, ესე ვთქვათ, მოისხა ამან, მაგრამ ჩვენ მოგცემთ ინსტრუმენტებს, როგორ შეიძლება უფრო მეტად გამოიყვებოს ეს ენერგი, იმისათვის, რომ უფრო დიდი გაიზარდოს ეს ენერგი. და შესაბამისად უფრო მეტი ნაყოფი მოისხას და შემოსავალი შესაბამისად უფრო მეტი იყოს. რა სიტყვით, მე მგონი ისეთ საინტერესო მიდგომები გვაქვს, არა? მოგვეცით უკავშირი, ძალიან გვაინტერესებს ყველაფერი ის, რასაც ახლა ჩვენ გთავაზობთ და გაწვდით. გვინდა რომ მაქსიმალურად თქვენზე იყოს მორგებული, ამიტომ თქვენი უკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო დავხვეწავთ და გავაუმჯობესებთ და საბოლოო ჯამში მოგცემთ ისეთ პროდუქტს, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. საკუთარი თავის ცოდნა ამ შემთხვევაში, ხო, საკუთარი ფსიქოტიპის ფუნქციონირების თავისებურების კარგმა ცოდნამ შეიძლება წლების ეკონომია გააკეთებინოს. მოკლედ, ასთანაც მიდიხარ, ასე ვთქვათ, ფსიქოტიპის ფაქტორიდან. საკუთარ შეცდომებზე სწავლით, შეიძლება 10 წლებულები დაგჭირდეს საკუთარი ფსიქოტიპი რო ვიცი. 80% შეცდომას უბრალოდ არ უშვებ, პრინციპში. იმიტომ რომ არ შედიხარ იქ, სადაც იცი, რომ ასე ვთქვათ, არ ხარ მანდა მაინც კონკურენტული და პირიქით ასალაშინებ შენ ძლიერ მხარეებს, ასე ვთქვათ, იცი როგორ მოახდინო შენ ძლიერი მხარეების მონეტიზაცია, როგორ დააკონვერტო, ასე ვთქვათ, შენი შინაგანი რესურსები მატერიალურ კეთილდღეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე სხვა შორის მე და ილია ამ პროექტის ერთად შექმნა, თუ ეს არის საავტორო, აბსოლუტურად ორიგინალური, ეს რამე არ მინახავს არსად არავისთან, ამ საქართველოში არამედ საერთოდ არსად არ მინახავს. ორი დიდი ბლოკისგან შედგება ეს პროექტი. პირველი ეს არის საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი ფსიქოტიპის ადეკვატურად აღქმა, მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ წინ არა მრუდე სარკეს, არამედ ნორმალურ ადეკვატურ სარკეს, რომელშიც ხედავ, ხო? სად არის შენი ძლიერი მხარეები ფინანსური კუთხით, სუსტი მხარეები ფინანსური ქცევის კუთხით, იმიტომ რომ გვაინტერესებს 4 ტიპის 4 მომენტი გვაინტერესებს. ანუ ფულის შოვნის უნართან მიმართებაში როგორია ჩვენი ფსიქოტიპი, ინვესტირების სტრატეგიაზე როგორ მოქმედებს ჩვენი ფსიქოტიპი, ფულის გადადებაზე როგორ მოქმედებს ჩვენი ფსიქოტიპი, ხელს უწყობს ამას თუ ხელს უშლის პირიქით, ხო? და როგორ ვხარჯავთ ფულს. ანუ ამაში რა როლს თამაშობს ჩვენი ფსიქოტიპი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიცით სწორი ქცევა რა არის, მაგრამ ასე ვთქვათ, უმართავი ცხენივით ზუსტად ეს ჩვენი ქვეცნობიერის ძალა მიგვერეკება სხვა მიმართულებით და გიშცხენზე როზიხარ. ხედავ რომ რაღაც მირბის სხვა მიმართულებით. იცი რომ სხვა მიმართულებით მირბის, მაგრამ ვერაფერს ვერ შვები და ესე იგი, პირველი ამოცანა ეს არის საკუთარი შინაგანი კაპიტალის შეცნობა და რისკების გაცნობიერება
რომელიც დევს საკუთარ ფსიქიკაში, ხო? იმიტომ რომ ეს რისკები თუ გავაცნობიერეთ, ამ შემთხვევაში შეიძლება გადავაქციოთ რისკები პირიქით, რესურსებად. მეორე ნაწილში, მეორე ბლოკში, ასე ვთქვათ, რომელიც პირველის პარალელურად მიდის, ჩვენ გვინდა რომ მოგცეთ ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ასე ვთქვათ, გააძლიეროთ ზუსტად აი ეს ძლიერი მხარეები, კომპენსაცია მოახდინოთ ამ თქვენი სუსტი მხარეების და რისკებს აუაროთ გვერდი და საერთოდ, ასე ვთქვათ, გავაცნობიეროთ და პრაქტიკულად ვისწავლოთ, როგორ შეიძლება ვმართოთ საკუთარი ფსიქიკა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთ და იგივე რაღაცას ვაწყდებით ხოლმე. მოდის ძალიან ნიჭიერი ადამიანი coaching-ზე, ფსიქოთერაპიაზე, ასე ვთქვათ, კორპორატიული ტრენინგების დროს, როდესაც უსმენ მეტყველებას, ხვდები, რომ მრავალსართულიანი ლინგვისტური სტრატეგიები აქვს. ხო, ესე იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია ზოგადად. მეტაფორებით არის მისი მეტყველება, ასე ვთქვათ, მდიდარი, ხო, ეს ძალიან ძლიერი ანალოგური აზროვნება აქვს, მაგრამ ხედავ, რომ ამ პოტენციალის რეალიზება ვერ გამოსდის რატომღაც. ჩვენი მიზანი არის ზუსტად ეს, აღმოგაჩენინოთ ეს განზეულობა და გაჩვენოთ, ასე ვთქვათ, ის საშუალებები და გზები, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ვაქციოთ მატერიალურ კეთილდღეობა და არამატერიალურ კეთილდღეობად მდიდარ სრულფასოვან ცხოვრებას, იმიტომ რომ სიმდიდრე ეს მარტო ფულის რაოდენობა არ არის. სიმდიდრე ეს არის ემოციური სიმდიდრე, სულიერი სიმდიდრე, ურთიერთობების სიმდიდრე და როგორც ამბობს ჩემი მეგობარი, ერთი მერსედესში ტირილი გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მეტროშიო და ვეთანხმები. ხო და, ასე ვთქვათ, როდესაც გაქვს საკმარისი რაოდენობით ფინანსები, მარტივად რომ ვთქვათ, მეტი სიკეთის შექმნის, მეტი სიკეთის თესვის საშუალება გაქვს, ხო? მეტი შესაძლებლობები გაქვს. და აქ ძალიან საინტერესო მომენტებია, რამ შეიძლება შეგვიშალოს მაგალითად ხელი საკუთარი პოტენციალის გამოხატვაში. როგორ ფიქრობ, ილია? კარგი კითხვა. როგორც ფსიქოლოგიაში ამბობენ ხოლმე, თუ დამნაშავე ვერ იპოვეო, დამნაშავე დედა შენია. ანუ ისევ ბავშვობაში მივდივარ მე ხა ამ კითხვის პასუხად. ანუ იქ შექმნილი რწმენა წარმოდგენები, იქ შექმნილი პატერნები, იქ შექმნილი ბლოკები, იქ შექმნილი შეზღუდვები, რომელიც არ აძლევს ჩემ აი ამ სწორედ აღნიშნე ნიჭიერ ფსიქიკას რეალიზაციის საშუალებას. მე ხა ერთი ძალიან ასე ვთქვათ, ჩემ საყვარელი ანალოგის მოყვანა მინდა, თითოეულ ჩვენთაგანი ჩათვალეთ, რომ არის ძვირფასი ქვა. მოდი ესე ვთქვათ. ოღონდ ამ ქვას უნდა პოვნა, ეს ერთი. ანუ ჩვენში არის რაღაცა ძვირფასი საგანძო, რომელსაც უნდა პოვნა, ეს ერთი და შემდეგ მეორე სჭირდება ამას დამუშავება. მეგობრებო, თქვენ რასაც ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებით ძვირფას რაღაცებს, ბრილიანტიდან დაწყებული ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული, ესენი თავის დროზე იყვნენ მიწაში ჩაფლული საგანძურები, რომელიც ვიღაცამ აღმოაჩინა, ვიღაცამ დაამუშავა და ასეთი სახით შემდეგ შეეწინა სიძვირფასი. ჩვენი პრინციპი და მიდგომა სწორედ ეს არის, რომ დაგეხმაროთ იპოვოთ თქვენი შინაგანი საგანძური, რომელიც ყველას თქვენთაგან აქვს. უბრალოდ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან ღრმად არის ჩაფლული, ზოგჯერ არც ისე ღრმად, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ. და მას შემდეგაც ამოიღებთ, აი როგორც ალმასი მუშავდება და გაწახნაგდება ხოლმე და საბოლოოდ ამ გაწახნაგების შედეგად ის თავის შინაგანი სიკაშკაშის გარეთ გამოტანას იწყებს. აი ასეთი სახით თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი სიკაშკაში გამოიტანოთ და ამის საფუძველზე მეტი შემოსავალი მიიღოთ. ამ პრინციპიდან გამომდინარე ჩვენ მე და ვახტანგმა გავერთიანეთ ორი ძალიან პოპულარული ჩემი დაკვირვებით სოფლიოშიც და საქართველოშიც ფსიქოლოგიური მიმართულება, ენიაგრამა და NLP. ენიაგრამა მოგეხსენებათ სწორედ აი ამაში გეხმარება, რომ აღმოაჩინო შენი საგანძური, იმიტომ რომ გაიგო შენი ფსიქოტიპი, გაიგო ვინ ხარ, რა ძლიერი მხარეები გაქვს, რა პერსპექტივები გაქვს, რა მონაცემები გაქვს, ეს ერთი, თუმცა ენიაგრამა როგორც წესი ძალიან ღრმად აღარ მიდის, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ფსიქოთერაპიული მიმართულება, განსხვავებით NLP-სგან. აი ამის შემდეგ უკვე NLP შეუძლია ის, რაც აღმოაჩინა, დახვეწოს, გააკრისტალოს, გაასალაშინოს და ალმასიდან ბრილიანტამდე მიიყვანოს შენი შინაგანი მდგომარეობა. და ტრენინგიც ამ ორი მოდალობის სინთეზია ფაქტიურად.
კითხვები არის რამოდენიმე წამოსული, განსაკუთრებით ტრენინგის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, ამაზე ბოლოს აუცილებლად გეტყვით. მანამდე მე მინდა გთხოვოთ, რომ უმეტესობა თქვენთაგანს გქონია შეხება NLP-სთან ან ენიაგრამასთან და თუ შეიძლება დააკომენტარეთ, ვისაც გქონია შეხება NLP-სთან დაწერეთ NLP, ან უბრალოდ დაპლიუსტით, როგორც გაგიხარდებათ. თუ არ გქონიათ ენიაგრამასთან ან NLP-სთან შეხება, მაშინ მინუს ნიშანი დაწერეთ, რომ ჩვენ წარმოდგენა შეგვექმნება რამდენად ამ თემაში ღრმად გარკვეულ აუდიტორია ისმის. ესე იგი, დაპლიუსტით, ვისაც NLP-სთან ან ენიაგრამასთან გქონიათ შეხება, გაგიuliათ ჩემთან ან ვახტანგთან ტრენინგი. ვისაც არ გქონიათ არც ერთ მიმართულებასთან შეხება, დაწერეთ მინუს ნიშანი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სინთეზი ორი მიმართულების, ამიტომ შეიძლება თქვენ გქონიათ შეხება NLP-სთან ან ენიაგრამასთან, მაგრამ ამათი სინთეზი ცოტა უფრო განსხვავებული გემოს მატარებელია და დამატებით ცოდნასაც შეგძენთ, დამატებით განვითარების საშუალებასაც მოგცემთ და საბოლოოდ მივხვდით იმ მიზანთან, რაც თქვენც, მეც და ალბათ მთელ საქართველოს აქვს, გაზარდოს ფინანსური შემოსავალი. Ფორტი რაღაცა მინდა დავამატო, ტრენინგ შემონაწილეობა არ საჭიროებს რაღაცა წინასწარ მომზადებულობას, პსიქოლოგიურობას. მე ვიტყოდი, რომ უფრო პირიქითაც, რაც უფრო ასე ვთქვათ, ახალი იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის, მით უფრო თავისუფალი ვიქნებით იმ არასასურველი სირთულეებისგან, რომელიც ხანდახან ასე ვთქვათ, საინფორმაციო ველში დევს და გინდა არ გინდა, ასე ვთქვათ, ცნობიერებას შემოწმს. მას დავდივარ ხოლმე ხანდახან ციგნებს მაღაზიებში თვეში ერთხელ რომ ნახო რა მორიგი ბოდვით მოვა ჩემთან კლიენტი. იმიტომ რომ 80% ერთმანეთჯერ ხო ის არის ანტიკური ფილოსოფიიდან ცუდად მოპარული რაღაცეებია ხოლმე. ეს საღდება როგორც რაღაცა ახალი თან. მოგლეთ. რაც შეეხება თვითონ იმ ფაქტორებს, ხო, რომელიც გვიშლის ხელს საკუთარი რესურსების გამოყენებაში და რასაც აუცილებლად შევეხებით და რასაც აუცილებლად დავამუშავებთ ტრენინგის დროს და ფაქტიურად ეს არის იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რაც გვიშლის ხელს საკუთარი რესურსულობის ამოქმედებაში და ფინანსურ ზრდაში. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს გულისხმობ, ხო? პირველი ეს არის შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენები. რა წარმოდგენები მაქვს? ქვეცნობიერი წარმოდგენები პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ქცევას განაპირობებს ის, რასაც ფიქრობთ ჩვენი ქვეცნობიერი. ცნობიერად შეიძლება ძალიან ჩასაყლაპი რაღაცა მეგონოს. მატერიალური კომფორტი და შემდეგ, მაგრამ ჩემ ქვეცნობიერს შეიძლება ეგონოს ფული საშიში ობიექტი. მაგალითად, პრაქტიკით ერთ კლიენტი ყავდა 90-იანებში ესე იგი ოჯახი დააყაჩაღეს და ბავშვობიდან ესეთი სურათი ჩარჩა, რომ მაგიდაზე დევს ესეთი კუპიურები ფულის და თოფიანი კაცი ადგა ძეთ. ხო და ნუ ტოლობის ნიშანი დაждდა ფულსა და ასე ვთქვათ სასიკვდილო საშიშროებას შორის და მე ნუ მთელი ცხოვრება ძალიან შემოქმედებითად გაურბოდა ფინანსურ წარმატებას. გავაანალიზებთ უფრო რა სალტოებია გაკეთებული იმისთვის, რომ არ გამოეყენებინა ის შესაძლებლობები, რომელიც გვეძინებდო ობიექტურად. მე არის კიდე ეს საინტერესო შემზღუდავი ფაქტორი, რომელსაც ქვია დამაბრკოლებელი დასკვნები. თუ რწმენა წარმოდგენები მოდის ძირითადად ბავშვობიდან, ფულზე, მდიდარ ადამიანებზე, ფულის შოვნის გზებზე, ხო? შემზღუდავი დასკვნები უფრო დიდობის პროდუქტია. მე ძალიან საინტერესო მომენტია კიდევ ეგრეთ წოდებული ფინანსური ჭერი. ანუ ეს წარმოიდგინეთ, რომ ქვეცნობიერში გვაქვს რაღაცა ციფრი დაყენებული, როგორც კი ამ ციფრზე მეც ვშოულობთ ფულს, ჩვენი ქვეცნობიერი იყენებს ჩვენს ძლიერ მხარეებს იმისთვის, რომ გაგვათავისუფლოს ამ ფულისგან. შემოქმედებითი გზებით, რამენაირად ისე, რომ ვერც ვიპოვოთ საწავიდა ეს ფული. ან აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აი ამ რაოდენობაზე მეტი არ დაგვიგროვდეს ელემენტარულად, ხო? ასევე ძალიან საინტერესოა რა ფინანსური მიზნები აქვს ადამიანს, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სახავს ძირითადად ფულის შოვნის მიზანს, მაგრამ თვითონ ფინანსური წარმატებულობა მოითხოვს სხვანაირ მიზანთა სტრუქტურას. და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი, ანუ როგორ მივიღოთ ფინანსური გადაწყვეტილებები, ხო, როგორ ვიაზროვნოთ ამ დროს, როგორ შევიდეთ ისეთ შინაგან მდგომარეობაში, როდესაც ვხედავთ ყველა არჩევანს, არა ცუდს და უარეს, არამედ უარეს, ცუდს, კარგს, უკეთეს, ასე ვთქვათ, მთელ სპექტრს. როგორ დავგეგმოთ პროექტები, რომლებიც იქნება, ასე ვთქვათ, წარმატებული. როგორ წარმოვშოთ იდეები,
საიდან ავიღოთ საერთოდ ის იდეები, რომელთა მონეტიზაციაც შეიძლება ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კომუნიკაციის ხელოვნება იმისთვის, რომ შევქმნათ მეტი ფინანსური კეთილდღეობა. და კიდევ ბევრი საინტერესო რამ, რასაც აუცილებლად შევეხებით სუფთა პრაქტიკული გზით. ყოველი წუთი ჩვენი პროგრამის, ჩვენი ტრენინგის არის გამოყენებითი და პრაქტიკული. თეორია არის პრაქტიკულად, ძალიან ცოტა. ლა, ისეთი წყალი საუბარი. ძირითადად მუშაობს მარტივად რო ვთქვათ, იმისთვის რომ შესაძაც ეს პროგრამა დასრულდება, რომ გახვიდეთ მზა უნარებით, მზა სააზროვნო სოფტით, ასე ვთქვათ, ხო? ბატონო, რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, 30 ნოემბერს ვიწყებთ ამ ტრენინგს, იქნება Zoom-ში, online, იმიტომ რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, იქნება საღამოს 9 საათზე და იქნება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. 30 ნოემბრიდან. ჯამში იქნება 8 შეხვედრა. რიგ შეხვედრებში მე დავახტენდი ერთად წავიყვანთ ამ პროცესს, რიგ შეხვედრებში მორიგეობით. გავხსნით ერთად ცხადია, სადაც ვისაუბრებთ საფუძველს ჩავყვით მოკლედ ამ ტრენინგის და ვისაუბრებთ როგორ ხდება ჩვენი ფსიქიკის მხრიდან ენერგიის რესურსის მობილიზება ფულის შოვნის მიმართულებით ამ პირიქით როგორ აბკოლებს ჩვენი ფსიქიკა ამ პროცესს. შემდეგ უკვე მორიგეობით გვექნება შეხვედრები. სამ-სამი შეხვედრა გვექნება მორიგეობით. ერთი შეხვედრა იქნება ჩემი, სადაც მე ვისაუბრებ ფულის შოვნის სტრატეგიებზე, სულ 9 სტრატეგია უნდა განვიხილოთ. და თქვენ შეძლებთ რომ ამ 9-დან აღმოაჩინოთ თქვენი სტრატეგია რომელია. გვექნება ასევე საკმაოდ ისეთი კარგი და საკვანძო მაგალითები იმ ცნობილი ადამიანებისაც ძალიან ბევრი ფული აქვს ნაშოვნი, უბრალოდ თავისებური სტრატეგიით. თქვენ გექნებათ საშუალება რომ იდენტიფიცირება გააკეთოთ მათთან და დაინახოთ რომ თქვენ ფსიქიკაშიც არის მსგავსი სტრატეგიული აზროვნების რესურსი, უბრალოდ საჭირო არის დახვეწა და განვითარება ამის. და ამიტომაც მოდული ესე ავაგეთ, რომ მე ვსაუბრობ სტრატეგიებზე, რა სტრატეგიები აქვს თქვენ ფსიქიკას და რომელი არის ინდივიდუალურად თქვენი სტრატეგია, შემდეგ მეორე შეხვედრა არის უკვე ვახტანგის და ის გეხმარებათ, რომ ეს სტრატეგია გახადოთ მუშა. ეს საგანძური, რომელიც მიწაში ამოიტანოთ წევით. და ბოლო შეხვედრა გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა, ეს იქნება უკვე кейსების გარჩევა. იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ სერტიფიკატი ამისთვის დაგჭირდებათ რომ გამოგზავნოთ თქვენი кейსი, სადაც იქნება აღწერილი რატო ვერ შოულობთ, ან კი შოულობთ, მაგრამ ვერ ინარჩუნებთ ამ თანხას, ხარჯავთ, ფლანგავთ ასე შემდეგ, ან რატომ არ შეგიძლიათ ინვესტირების განხორციელება, იმიტომ რომ ინვესტირება აუცილებელი რომ კიდევ უფრო მეტი იშოვნოთ და ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში, ცხადი ანონიმურობის დაცვით განვიხილავთ თქვენ სტრატეგიას და თქვენი სტრატეგიის ან თქვენი кейსის მაგალითზე უფრო კონკრეტული გახდება რჩევები, რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იგეგმება ჯგუფური შეხვედრებიც, გააჩნია რომელ პაკეტს აირჩევთ, იმიტომ რომ გაქვთ ვარიანტი რომ აირჩევთ სხვადასხვა პაკეტები, საბაისო, შერეული, სრული და VIP პაკეტი. ჯგუფურ შეხვედრებზე თქვენ შეძლებთ რომ დაეკონტაქტოთ სხვა ადამიანებს, ვისაც მეტნაკლებად თქვენნაირი პრობლემა აქვთ ამ მიმართულებით, ეს ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ამ კომუნიკაციისა და გაცვლის პროცესში ხდება ძალიან ბევრი რაღაცის გაცნობიერება და ძალიან ბევრი ინსპირაცია მოდის ხოლმე. ალბათ ფასიც დაგაინტერესებთ, მოკლედ ფასი 200-დან 600 ლარამდე მერყეობს, გააჩნია რომელი პაკეტი არის თქვენთვის მისაღები და სასურველი, ასე რომ ძალიან ხელმისაწვდომი არის ყველასთვის, ესე ვთქვათ, ამ ტრენინგზე მონაწილეობა, რომლის ბმულის თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორც კომენტარების სახით, ასევე ესე ვთქვათ, სათაურშიც არის მოცემული. რას ფიქრობთ, რომ დაწეროთ 10 ბალიანი სისტემით რომ შეაფასოთ, რამდენად საინტერესო არის თქვენთვის ასეთი ტიპის ტრენინგი, სადაც 10 ქულა ნიშნავს, რომ ძალიან დაგაინტერესათ, შედარებით ნაკლები ქულა ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლებად დაგაინტერესათ. დაგვიწერეთ თქვენი უკავშირები და ასევე თუ რაიმე კითხვა არის ტრენინგის შინაარსთან ან ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ეგეც მოგწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ხო, ჯერჯერობით 10 ქულები არის. აშკარად საინტერესო რაღაცა გამოდის ვახტანგ, არა? ასე თქვი. ამგვარად, იმიტომ რომ სხვანაირად პრინციპში არც მეგონა რომ დავიდოდა ეს პროექტი, იმიტომ რომ არის აქტუალური, არის სასარგებლო და პრაქტიკული პრინციპში. იმის გადმოცემას ვაპირებთ, რასაც თვითონ ვაკეთებ გადასავლელად. ანუ ზარც იქს მე მოგ
კი ბატონო, იჩქარეთ მეგობრებო რეგისტრაცია, იმიტომ რომ პაკეტები, მაგალითად VIP პაკეტი ძალიან შეზღუდულია, ანუ არ არის ულიმიტო რაოდენობის და ძალიან მალე უკვე ამოიწურება და არ გექნებათ ამ პაკეტის შეძენის საშუალება. ამიტომ არ გადადოთ, გაიარეთ რეგისტრაცია. ვინც რეგისტრაცია უკვე გაიარა, მოგივათ დასტურად იმეილი, სადაც არის აღწერილი ტექნიკური საკითხები და სადაც ასევე არის ინფორმაცია, როდის, სად, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ ტრენინგს. ვინც არ იცის რომელი ენიანი ნიშანია იმისთვის როგორ იქნება ესეთი კითხვა? კი ბატონო, ტრენინგზე ასევე შედის ესე ვთქვათ, ვისაუბრებ იმაზე, როგორ უნდა დავადგინოთ ჩვენი ფსიქოტიპი ძალიან მარტივად. ანუ გასაგები რომ იყოს რას ნიშნავს ფსიქოტიპის დადგენა, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი არის ჩემი სამყაროსთან ადაპტაციის სტრატეგია, რომელი არის ჩემი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომლითაც მე შემიძლია სამყაროსთან ურთიერთობა, ეფექტიანი ურთიერთობა და სამყაროსგან იმის მიღება, რაც მინდა, მათ შორის ფინანსების მიღებაც. ასე რომ თუ თქვენი ენიანი ნიშანი არ იცით, ანუ თქვენი ფსიქოტიპი არ იცით, არ არის პრობლემა, ამ ტრენინგში შედის ისიც რომ გაარკვიოთ თქვენი ფსიქოტიპი. შევავსე რეგისტრაციის ფორმა, ალბათ მეილზე უნდა მივიღოთ თქვენგან პასუხი. კი ბატონო, არაუგიანეს ხვალ თქვენ მიიღებთ მეილზე პასუხს, თუ ვერ მიაგენით ჩვენს მიერ გამოგზავნილ მეილს შეამოწმეთ აუცილებლად სპამში, იმიტომ რომ ხშირად ვარდება ხოლმე ასეთი ტიპის მეილები სპამში. ფსიქოტიპის ცვლილება ან სხვა ფსიქოტიპის დამატება შესაძლებელია? ძალიან კარგი შეკითვა. ნახეთ ეს რას გავს მეგობრებო. არ ვიცი თქვენ სოფლის მეურნეობაში როგორ ერკვევით, მაგრამ თუ დააკვირდებით, არის საქართველოს რეგიონები, სადაც კონკრეტული სახეობა პროდუქტის უკეთესად მოდის. ნუ მაგალითად, ხო, რაჭაში არის ერთი ადგილი, სადაც ხვანჩკარა მოდის, ხო? ნუ კახეთში ხაწითელი მოდის მაგალითად კარგად, ხო, გოლში ვაშლი მოდის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სპეციფიური ნიადაგია და სპეციფიურ ნიადაგზე სპეციფიური რაღაცები უკეთესად იზრდება. განა სხვა რაღაცები არ გაიზრდება. კი, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც ის უშუალოდ. ანალოგიურად ნახეთ, არსებობს 9 ფსიქოლოგიური სტრატეგია, თქვენ გაქვთ ერთი სტრატეგია, რომელსაც ძალიან კარგად იყენებთ, შეგიძლიათ სხვა სტრატეგიების გამოყენება, მაგრამ ის უფრო რთულია, იქ უფრო მეტი ძალის ხმევაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ იპოვით თქვენ ფსიქოლოგიურ სტრატეგიას, რომლითაც შეიძლება დიდ შედეგებს მიაღწიოთ და განავითარებთ ამას, ნაკლები რესურსის ხარჯვით შეძლებთ რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ. ამიტომაც არის ჩვენი მიზანი ეს რომ დაგეხმაროთ იპოვოთ, მე გეხმარებით რომ იპოვოთ, ვახტანგი გეხმარებათ იმაში რომ განავითაროთ, დახვეწოთ, გააუმჯობესოთ, გაანავაროთ, ესე ვთქვათ. იანინო ააწყოთ მოკლედ. იანინო ააწყოთ. ისმათან რო გადაწყვიტავთ, საბაჩი ვალსი არ გამოდიოდეს სულ. კარგით. კითხვები თუ რაიმე არის კიდევ მოიწერეთ და ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ. წინ ძალიან საინტერესო რვა შეხვედრა გველოდება 30 ნოემბრიდან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. კი ბატონო, თუ შეიძლება დაწერეთ პლუს ნიშანით, თუ ყველაფერი გაიგეთ, ჩაწვდით თელი ფილოსოფიას, რაც გვინდოდა რომ თქვენთვის მოგვეტანა, რომ ჩვენ მშვიდად დაგემშვიდობოთ იმ განცდით, რომ ეს ძალიან საინტერესო ტრენინგ მოდული, რომელსაც 30 ნოემბრიდან ვაპირებ, თქვენამდე მოვიტანეთ და თქვენთვის გასაგები არის თელი სიკეთეები, რაც ამ ტრენინგ მოდულს შეუძლია რომ შემოგთავაზოს. თუ ვინმესთვის რაღაც ბუნდოვანია დაწერეთ მინუსი და იქნებ რაღაცა კიდევ ცადოთ, რომ მოვიდეს თქვენამდე აი ეს რაც გვინდა რომ გავაკეთოთ ერთად. შაშორის ამ ტრენინგს აქვს კიდე ერთი პლუსი ძალიან დიდი. როდესაც თქვენ ხვეწავთ თქვენს ფინანსურ აზროვნებას და ქცევის მოდელებს, ფაქტიურად თქვენ გადაიქცევით თქვენი ბავშვებისთვის, შვილებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, გუნდის წევრებისთვის მისაბაც მაგალითად, ანუ ჯანსაღი მოდელის მაგალითი უჩნდებათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ მიზეზი იმისა, რატო უჭირს ფინანსური წარმატება, არის ის, რომ მას კაი ხნის განმავლობაში, ბავშვობაში, მოზარდობაში, დიდობაში საერთოდ არ ქონია ამ ინფორმაციასთან წვდომა და დაკარგულია ათეულობით წლები იმაში, რომ მე ეს აღმოეჩინა თუ აღმოაჩინა საერთოდ, ხო? და აი ეს არის კიდევ ერთი საინტერესო პლუსი, რომ შეგიძლიათ თქვენი თავის დაღმა, იმიტომ რომ თქვენი შვილები მაინც იმას გააკეთებენ, რასაც თქვენ აკეთებთ და არა იმას, რასაც ამბობთ. საბოლოო ჯამში და ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგს მიიღებთ
ასე ვთქვათ, უკვე სხვა ადამიანი, ანუ ახლობლებთან მიმართებაშიც. კი ბატონო, როგორც არ უნდა გაზარდოთ თქვენი შვილები, ისინი მაინც თქვენ დაგემგონებიან, ამიტომ ჯობია რომ საკუთარი თავები გასართოთ. კარგით, მეგობრებო, მადლობა. და შევხვდებით უკვე 30 ნოემბრიდან. Რაღა დარჩა პრინციპში. ო, მარც არაფერი, 12 დღე. გეთილ და პატიოსა. მაშინ შეგვიძლია. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.